შეძეოცნება შეგავატარე მონადრების შეგავატარე რემიქსების მამა მეფე მეფე ბევრს რო ჩაყრი ყინულს სასმელი ცოტა გამოგივა რა არის იცით ეგრე სინამდვილეში შენ ბარმენად ხوار მუშაობ ძალიან მჟავე კოქტეილს ამზადებ ხო რაღაცა მე მგონი ცოტა ვაიმე თქვენ დალიეთ რამე არ შემიშა მეგავლიო ყველამ თავის ჭიქას მიხედოს რა მაგას თიში ქვია შეიძლება ეს დაარქო ნახე რა შეკითხოს დაგიზვა პირობა არის დადებული ცოტა ძნელია ვერ გაიქცევით იმ ფაქტს რომ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ კაი რა დაგვაცადე მუშაობთ რა მე და საბა სპიკის გაუმარჯოს გაგვემარჯოს გაგიჟებული ვარ ჯიგარი ხარ კარგი ძალიან მარტივად ორი სიტყვით შემიძლია წარმოვადგინოთ დღევანდელი სპიკიზის სტუმარი. აგენტი 013 არის ჩვენთან ერთად სპიკიზი ბარში. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენს პოდკასტში სპიკიზიში მობრძადით და ხართ ჩვენი სტუმარი. ძალიან მიხარია. კი ბატონო, სასიამოვნოა რომ გაგახსენდით და მომიწვიეთ თქვენს გადაცემაში. ნებისმიერ თაობას ახსოვხართ თასულ და ძალიან უყვართ თქვენი შემოქმედება. განსაკუთრებით აი სიმღერა რომელიც ვახსენეთ 013 ალბომში არის მე-13 ნომრად და ასე ქვია 13 და რატომ დაერქვა ზოგადად ალბომს ეს სახელი 13 რასთან არის დაკავშირებული 13 არის ჩემი რიცხვი იმიტომ რომ მე ვარ 13 თებერვალს დაბადებული აქედან გამომდინარე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ეს 13 თან დამზდებს ეს რიცხვი აი მაგალითად სასტუმროში ნომერს რო აიღებ რაღაცა ხო 513 თვითფრინავში ადგილი 13 მხვდება სულ რატომღაც იტალიაში რაღაც სამოთყოფოში მივედი რაღაც ანალიზები უნდა აგეღო და რაღაცა და ნომერს ხო ვიღებ ჩეულებრივად რო ავიღე ნომერი გამოვიდა 14 ხო და ვიფიქრე ეთყობა რაღაცა დღეს ბედი არ წყალობს მეთქი უცბად აცხადებენ ნომერ 13-ს ჩემს წირაც არის და დგება ხანში შესული ადამიანი იტალიელი მოდის ჩემთან და მეუბნება რომ მეუღლეს ველოდებიო ჯერ არ არისო და თუ შეიძლება მოგცემ ჩემ ნომერსო და მომცა 13 და თვითონ აიღო 14 013 თუ იცით ეს კოდური სახელი რა ბრიტანელი დაზვერვის აგენტს ჰქონდა არა ეგ არ ვიცი არა მართლა აგენტი 007 საყვარელი სასმელი არის ვოდკა მარტინი ოღონდ ყოველთვის აღნიშნავს რომ იყოს დაშეიკერებული ანჯღრეული და არა მორეული თქვენ შემთხვევაში ქართველი ჯეიმს ბონდის საყვარელი სასმელი რა არის საყვარელი სასმელი კოქტეილამდე არის ღვინო მერე რა თქმა უნდა შამპანიური, მერე ვისკი, მერე კოქტეილი. თავით თუ ამზადებთ კოქტეილებს? არა, კოქტეილს მე არ ვამზადებ, ცოტა მიჭირს. მაგრამ რაღაც მომენტში შემილია გავაკეთო კრუშონს რო ეძახიან. ბევრი სასმელი რო არის ერთმანეთში არეული, რომელიც უცბად მოგიყვანს ხასიათზე. არის ეს ალკოჰოლური? როგორ არა? უნდა იყოს არაყი, შამპანიური, შეიძლება ცოტა ან კამპარი ჩაასხან რაღაცა და კი ეგ პირიქით მაგას თიში ქვია შეიძლება ესე თქვა დაარქო რომ უცბად ეს თქვენი სახელიც უკვე დარქმეული გაგვიქვთ მანამ სანამ ვისკის ავერს თქვენ საყვარელ კოქტეილს მომამზადებთ იქამდე უნდა გთხოვოთ რომ თქვენს მოგვიმზადოთ რაიმე კოქტეილი შევეცდები ყოველ შემთხვევაში ოღონდ მე არ დავლევ კოქტეილს თქვენ დალიეთ რამე არ შემიშა მეგავლიო ვინმეს დავალევ კარგი კი ბატონო რა იქნება ის შთაგონება, რომლითაც მოვამზადებ თქვენ საავტორო კოქტეილს დღეს? ანუ მე რატომღაც კოქტეილებში მომწონს ჯერ ფერი, რატომღაც წითელი ფერი მიყვარს. რა შეიძლება გამოვიყენოთ? ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მარტინ ფიერო, ვისკს საკმაოდ კარგად შეუხამდება ჩემი აზრით. ძალიან კარგი. და ციტრუსული გემოებიც. კი ბატონო. და სიდოქს ხო რა ვარჩიოთ ბარემ? მე მიყვარს უფრო აი ესეთ ღრმა ჭიქა ესეთი მაგალითად. კეთილი. სანამ კოქტეილის მომზადებას დავიწყებთ, პირველ რიგში ჭიქაში უნდა მომზადოთ, მოვათავსოთ ყინული. რა თქმა უნდა თქვენით. ავიღეთ ყინული, რამდენი უნდა ჩავაგდოთ? სრულად უნდა შევავსოთ, რომ ჭიქაც ცივი იყოს. კი ბატონო, ესე. ცივეს მეორე ჭიქაც შევავსოთ. მეც ამოვიღებ რა ხო. მეორე. რიგრიგო ვიცით? ყველა თავის ჭიქას მიხედავ. მე დაგეხმარებით უბრალოდ. შვენია. ცოტა დავანაკო, ხო? რა არ ჩალყოს მალე და მე საკმარისია.
უფრო გემრიელი კოქტეილი. იცი რა არის? ბევრს რო ჩაყრი, ყინულს, სასმელი ცოტა გამოგივა. არის, იცით ეგრე სინამდვილეში. ხო, სხვანაირად ყოფილა. გაწერილი რაც არის კალკულაციაში და გრამაჟობაში, მაინც იგივე ჩაისხმება ჭიქაში. ამიტომ ჯობია მეტი ყინული იყოს, რადგან ჭიქაში ყინული უფრო გვიან გაუღვება და ალკოჰოლის გრადუსი შენარჩუნებული იქნება. თან დავიწყოთ უკვე მომზადება. პირველში შეიკერი უნდა მოვიმარჯვოთ. როგორც თქვენთვის კომფორტული იქნება. პატარას ვიყენებთ იმისთვის რომ სასმელი მოვათავსოთ. კი ბატონო. დიდი უკვე დამხმარია. რადგან ციტრუსული დაგვჭირდება და თვითონ ამ სასმელებს ციტრუსი უხდება, გამოვიყენებთ ლიმონის ახლად დაწურულ წვენს. პირავის ხარისხსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თურმე ამ ყველაფერთან ერთად. როდესაც ჩილაუთის ყინულს იყენებ, კიდევ უფრო მეტად ალკოჰოლური და გემრიელი გამოდის შენი კოქტეილი. შენ ბარმენად ხო არ მუშაობ? არა, მაგრამ შეიძლება რომ დაიწყო. დავიწყო, ხო, დავფიქრდები ამ ყველაფერზე. რადგან ორ კოქტეილს ვამზადებთ, ყველაფერი უნდა გავაორმაგოთ, რასაც შევასხავთ. დაგვჭირდება სკვიზერი, იგივე საწორი. დავანახოთ ესე იგი, ესე. შავსვათ და ჯიგერი უნდა გამოვიყენოთ ამისთვის, საზომი რომ ზუსტი კალკულაცია დავიცვათ, შავასხათ. ჯიგერში უნდა ჩავოს. კი, რა თქმა უნდა. ეს ძალიან რთულია რა დავუმიზნო ესეთ პატარა სივრცეს. რთულია? მარტივ ხერხს გასწავლით. მითხარი აბა? ესე. არა, ეგ მეც ვიცი. დაახლოებით 25 მილილიტრი უქნათ ლიმონის წვენი. ძალიან მჟავე კოქტეილს ამზადებ. ხო, რაღაცა მე მგონი ცოტა დაატკბე. თუ მენდობით. ვაიმე? არა, უშოს, არა, უშოს. ნახე? აი ესე. უხდება პირიქით. ეს რაღაც ურჩილი ლიმონი აღმოჩნდა. გაქცევა უნდა. საკმარისია. იგიც მოვაწევთ. რომელი სასმელი ავირჩიოთ, მაგალითად, რის ბაზაზე გავაკეთოთ? არჩევანი გვაქვს ესეთი: მონინის თაფლის სიროფი, ასევე ქოქოსის, ლიჩის და ჯინჯერის სიროფი. ჯინჯერი. ჯინჯერის სიროფი. ხოთ? პირველ რიგში ჯიგერში ჩავასხავთ. საკმარისია. ახლა უკვე ალკოჰოლზე გადავიდეთ. ჩემი შერჩეული ინგრედიენტი მარტინი ფიერო გამოვიყენოთ ფერისთვისაც, რადგან თქვენ წითელი ფერი გინდათ. მითხარ როდის გავჩერდე? კიდე ცოტა. კიდე ცოტა. კი, გეტყვით. ისეთი კონცენტრირებული ხარ, რომ კითხვის დასმა მეუხერხურება და ხო და და ვისაუბროთ. დაგვაცადე, მუშაობთ რა მე და სამა. კარგი. და გამოვიყენებთ Bourbon for Roses. აი ხმათ ეს ცოტა მეტი დაგვჭირდება და ახლა ჯიგერი ამოვაბრუნოთ. ეს პირველ ხაზსაც ხედავთ. პირველ ხაზს. აი მაქამდე ჩავსვათ. ვარ დალევ. ჯერ არა, მე რეკავსინჯა ვავსებულად. შეინახე საბა ეს. არ კიდევ ერთი უნდა ჩავსვათ ჩვენ ხომ ორ ხო კოქტეილს. დამიჭირე რა მუშაობ. მომეცი. კიდევ ერთი. ესე იგი ეს ორი ადამიანისთვის მზადდება ახლა? თქვენთვის და ორი სალონისთვის. ვერ გაიქცევით იმ ფაქტს, რომ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. კი, რა აბა რას ვიზამ. კი გადავდივართ შეიგზე, ესე ვთქვათ, ესე შენჯრებაზე. შევავიღოთ, ხო? შვენიერი, კარგად გამოგდით. კარგი, ახლა რა? ყინული ჩავყაროთ. ამაში? და ესე? კიდე ცოტა კიდევ. აი ესე. საკმარისი. სითხე გადავიტანოთ. ეს დავახუროთ. კი. ხელი დავაწყოთ ზედ რომ გაიჭედოს და გადავიდეთ შენჯრებაზე. აბა, ორი ხელი თუ ერთი ხელი? თქვენთვის როგორც კომფორტული იქნება. ესე უკეთესია. კი. რომელი სიმღერა რაღაცა მოვიდა? მუსიკა თქვენი მიდო. შემოქმედებიდან, რომელი იქნება? შეგეოცნება, შეგავატანე, მოდრები შეგავატანე. დამეყინა ხელი, გაამცივია. ჩვენ პერფორმანს ხო შევთავაზებთ. აბა, აი ერთი ხელით. ერთი ხელი. ერთი ხელით ესე. ისე ყველა შეიძლება და ორი ხელით ესე. შვენიერი. ეს უკეთესია. ეს შეიძლება რომ მუსიკაში ჩავსვათ, არა? კი, ბატონო, არა. ეხლა ნახეთ, სპეციფიკური. აი ეს ყველაზე ღია სივრცე რომელიც არის, იმისათვის მე ეს დავჭერ და აქ რომ მივარტყათ ხელი. თავში თამოდის შეიკერეს. მოკლედ ხელი დარტყმა არის თავად. კი, საჭიროა. ეხლა შემდეგი ეტაპი რაც არის, ტრეინერს მოვათავსებთ თავარ შეიკერში და ეს არის ორმაგი საწორი და გადმოვიტანთ აი ესეთი მოქმედებით. ესე დავიჭირე, ავიღე. რა უმაზე ფერი გამოვიდა? ჩემი ფერია ესე. ფერდის ფერი. კიდე ხო? კი, დაახლოებით გადაანაწილოთ რაღაც ბევრი გამოგვივიდა. საკმარისია, ანუ მხოლოდ მარტინი for roses გამოვიყენეთ. ცოტა რომ დარჩა აქ არა უშავს? დამიმეტეთ მე დამიმეტეთ. და სალომეს დალევა. ალომეს უნდა დალევ. შვენიერი. ეს შენ. ეს მე.
ჩემი აზრით ამას მოხდება რაიმე ისეთი ნაზი და თქვენ რა გაფორმება? გაფორმებაში რა შედის? პირადესობა ენიჭება ხოლმე ზოგადად გარნიშის მხრივ გაფორმებას, რაც უფრო იჭმევა, უფრო პრაქტიკულია და უფრო მიმზიდველია. ჩირების გრეიპფრუტის ჩირი საკმაოდ მოუხდება, რადგან ეს არის გრეიპფრუტის ჩირი. ეს არის გრეიპფრუტის ჩირი, ეს არის ფორთოხლის ჩირი. მე მინდა ფორთოხლის ჩირი. წუთი არასდროს არ ვეხებით ხელით გარნიშს. ავიღებთ პინცეტით ავიღებთ და ისე დავადებთ. ხო, სწორია. ხოთ გამომართვით. კი ბატონო. რადგან იჭმევა, მით უმეტეს და ჩავაგდო. გინე ჩადოთ, გინე ზევიდან დაადეთ. ესე არის, ესე. აი ეს. ამაგარია. აჰა. სალომეს მეუკეთებ რა. აჰა. ნახევარ მთვარის გრეიპფრუტის შირი მაქვს. ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზი გამოვიდა. თავარია გემოც ასეთი ვაქვს თორე. გემო როგორი იქნება თავარი? თავგემო. როგორი და რა გამოვიდა? ქვია იცი ამ სასმელს? აბა, აჰა, სახელის მოფიქრებული როგორ ეს. ხარის თვალი. რა? რატო? წითელია და თოშეთია. ხარის თვალი. ხარის თვალი, აბა. გაგვემართოს. რამე ხوار დააკლდა გავსინჯოთ. ან სიტყვო. ძალიან არომატულია. რა მომწონს? ტკბილია. მე მგონი ცოტა ვისკი აკლია. ვისკი აკლია. ამიტომ მომეწონა მე. მაგრამ კაია ვისკის გემოც მერე მოდის ცოტა გვიან, მაგრამ კაია. ჩვენ რომ მეტი ვისკი გამოგვეყენებინა, უკვე ვისკის გემო ვისკზე წაიღო ყველა გემოს და ბალანსი რო დამიჭირა, ამისთვის შედარებით ნაკლები ვისკი გამოვიყენე. თან როგორც ვთქვი, ზოგადად ხარისხიანი აბა, გავიმართე, სასმელი, ამიტაც ფასდება. კი, მაგრამ რა თქმა უფრო უნდა. გვიან იგრძნობა აი, ალკოჰოლის იცი რა არის? სწორედ ამიხსენი, იმიტომ რომ უფრო სხვადასხვა გემოები მოდის რა, ჯერ ვისკიც, ისიც ყველა. თანაბრად კაია, ხო. კი, რა თქმა უნდა. თავი მოგეწონეთ თქვენი მომზადებული კოქტეილი. გაგიჟებული. მე ძალიან მომეწონა. გადავინაცვლოთ ახლა სხვაგან, გავაგრძელოთ ჩვენ ინტერვიუ და ამასობაში საბა მოგვიმზადებს ვისკი საუერს და ნახოთ უკვე რომელი კოქტეილი იქნება თქვენი ფავორიტი. კლავ ვისკი საუერი და რჩება თუ ხარის თვალი. თქვენი რეპერტუარი მხოლოდ ენერგიულ მუხტს ატარებს, რაც განსაკუთრებული კარგი განწყობა მოაქვს. სინამდვილეში როგორი ადამიანი ხართ და აი ეს ადამიანური სევდა სად იმალება ხოლმე? სად იმალება და სახში. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, როდესაც არის საზოგადოებაში, მან თავის რაღაც პრობლემები არ უნდა წარმოაჩინოს, არ უნდა შემოიტანოს იმ წრეში, სადაც თვითონ იმყოფება. მე ვცდილობ, რომ პირიქით იმათ დავავიწყო ის, რაც მათთვის არის სევდიანი და პირიქით გაუმჯობესო მათი განწყობა. ეს არის ჩემი ეს ნამდვილად გამოგდით ხოლმე. გამახსენდა ის დღე, როდესაც თქვენს კონცერტზე ვიყავი, ახალ წელს იყო. 1 იანვარს შევხვდი თქვენთან ერთად, ასე გამოვიდა და განსაკუთრებული იყო ის ამბავი, რომ არ დაგიკარგავთ კავშირი მსმენელსა და სცენას შორის. საერთოდ მე როდესაც კონცერტზე მივდივარ, გარკვეული პროგრამა არ მაქვს, რომ აი გინდა თუ არა, ამას ვიმღერებ და მე არ მაინტერესებს ვინ იქნება ჩემ კონცერტზე. რა თქმა უნდა, რაღაც სიმღერები არის, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ ყოველთვის მივდივარ, ხედავ რა საზოგადოებაა და იქიდან გამომდინარე ვადგენ ჩემს პროგრამას. ერთია რომელ სიმღერას აღიარებს თავად მსმენელი, რომ არის წარმატებული თქვენ შემოქმედებაში, თუმცა თქვენთვის რომელია ასეთი სიმღერა? არ არის ერთი სიმღერა, იმიტომ რომ ყველა სიმღერას თავის პერიოდი აქვს. იმიტომ რომ ჩემი შემოქმედებითი კარიერის მანძილზე ყველა სიმღერამ რაღაცა წარმატება მოიტანა. კლიპის გადასაღები პერიოდი როგორია ხოლმე და რომელი გახსენდა გამორჩეულად? ძალიან საინტერესოა კლიპის გადაღებები არის ჩემთვის ძალიან საინტერესო. ყველაზე საინტერესო მაინც იყო ალბათ აგენტი 007 და რა თქმა უნდა მამა აფრიკას კლიპის გადაღებები. ცეკვა და მოძრაობები თქვენი ინსპირაცია არის? ბუნებრივია, სალომე, საყვარელო. არ არის დადგმული და მომზადებული ქორეოგრაფის მიერ? აი რო გთხოვოთ რომ მაგალითად აი რა მოძრაობა არის კონკრეტულ აკორდზე მაგას გაიმეორებ? ეგ მოდის ბუნებრივად, მაგას ვიძახ. ან მინდოდა რომ ესწავლა რაღაცაები, რა შემდეგ კონცერტზე რომ მოვხდები თქვენთან, მე უკვე აი ზუსტად გავიმეორო. კონცერტის წინ ერთი კვირით ადრე გამოიარე და გასწავლი ყველაფერს და მე კონცერტზე ერთად ვიცეკვებთ. ამოგიყვან სცენაზე და ვიცეკვებთ. პირობა არის დადებული. კი ბატონო. თახტებით?
ოღონდ მითხარი რომელ სიმღერაზე? მე მგონია რომ მამა აფრიკა არის ესეთი კი ბატონო, არ არის პრობლემა. რიტმები აქვს ამ კი ყველაფერს. ბატონო, კი ბატონო. იცით რა მაინტერესებს? მსახიობობა გსურდათ. იყავით ცისფერი მთების კასტინგზეც. თუმცა აღმოჩნდა ისე რომ არ დაგამტკიცეს ხომ ამ? ხო, სხვადასხვის აი ეს როდესაც ელდარ შენგელაია იღებდა ცისფერ მთებს მაშინ ვიყავი აი მთავარი როლის ასე ვთქვათ სასინჯ გადაღებებზე. მაგრამ დედაც კიდე ერთი მომენტი იყო, მაგრამ მაშინ ვიყავი სადღაც 10 წლის. ლეილა გორდელაძე იყო ესეთი რეჟისორი, რომელმაც გადაიღო ფილმი ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით ძაღლი. არსებობს ეს ფილმი, გამოვიდა იქაც ვიყავი ასე ვთქვათ სასინჯ გადაღებებზე, მაგრამ ეთყობა კინოში რაღაცა არაფოტოგენიური ვარ. სიცოცხლეში უფრო საინტერესო ვარ ვიდრე ნუ რაც თავად საზოგადოების უდიდეს ნაწილს ძალიან უყვარხართ და არ ვიცი, მე არ ვფიქრობ, რომ წარუმატებელი კარიერა გექნებოდათ. თუმცა დათანხმდით მშობლებს და არ წახვედით მათ წინააღმდეგ და არ აირჩიეთ ხო, არ გამიშვეს. მინდოდა თეატრალურზე ჩაბარება, მაგრამ მითხრეს, რომ არ გინდა რაღაც სხვა პროფესია აირჩიე და მე იგი რა ვარ, მე ასე ვთქვათ, ჩემი პროფესიით ოკეანოლოგი. იცის კი. ოკეანოლოგი ვარ, იმიტომ რომ მინდოდა ბათუმში გადასვლა და მე გემზე მოწყობა და საზღვარგარეთ. ბევრი მოგზაურობა გემით, ხო, აი ეს. იმიტომ რომ მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და საზღვარგარეთ არ გვიშებოდა. ახალგაზრდობაში იყავით როკ ჯგუფში. კი, ხო. როგორ მოხდა აი ამ რაღაცა ჟანრობრივი ცვლილება თქვენ ცხოვრებაში? იცით რა არის, როდესაც თინეიჯერი ხარ, ჩემი აზრი ესეთია, რომ ყველა უსმენს როკს. მე ირაკლი ჩარკვიანი და აჩიკო ნიჟარაძის ბიძა ზურა ნიჟარაძე მქონდა როკ ანსამბლი, კონცერტი მქონდა. ხო და კონცერტი როგორც კი დაიწყო, 15 წუთში მოვიდა მაშინდელი მილიცია და ჩაგვიშალეს კონცერტი, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა უცხოური მუსიკის გაჟღერება საბჭოთა კავშირში. ჩაგვსვეს მილიციის მანქანებში და წაგვიყვანეს. გარდა იმისა, რომ ხართ ქართული ჯეიმს ბონდი, აგენტი 007, ასევე ხართ რემიქსების მამა. და ვისთან გააკეთებთ? რემიქსების მეფე. მეფე, რემიქსების მეფე. ვისთან ჩაწერდი? ეს სხვადასხვა ერთ-ერთი ჟურნალისტის ესეთი ფრინავი ფრაზა არის. ვისთან ჩავწერდი? ცოტა ძნელია. იცი რა, მე არ ვიცი გინახია თუ არა, მაგრამ ერსვინდ ფაიასთან, ნუ თლათ ეხა ერსვინდ ფაი არ არის, მაგრამ მეორე შემადგენლობა არის, იმათთან ნამღერი მაქვს სექტემბერი, სექტემბერი უფრო სწორედ, სექტემბერი, რომელიც შარშან იყვნენ ჩამოსულები და არსებობს ამის ვიდეო, ასე ვთქვათ, მასალა, სადაც ვღერივართ ერთად. ისე საინტერესო ქართულს მენელს განსაკუთრებულად რომელი სიმღერა მოსწონს? ჩემი? ხო, აი რომელზე არის ხოლმე იგი დიოვაცია. ვაიმე გაგიჟებულები არიან გაწეხილულზე. და მე ნუ მამა აფრიკაზე. მოტოციკლს თუ მართავთ ისევ? კი, მე მოტოციკლეთით დავდივარ თბილისში, მანქანას ძალიან იშვიათად. ახლა მოტოციკლეთით ხართ მოსული? კი, ახლა მოტოციკლეთით ვარ მოსული. ой, რას ამბობთ? ეს უნდა ვცოდნო და, მაგრამ მაინც დავლიოთ ხო? იქამდე დრო გავა, სანამ გაგიშვებთ. გაგიმარჯოს. გაგიმარჯოთ. Speak-is გაუმარჯოს. აბა ბატონი დათოს საყვარელი კოქტეილი ვისკი საუერი. ჩემი საყვარელი არ არის, ეს არის ჰემინგუეის საყვარელი კოქტეილი. თქვენ და ჩემიც. ჰემინგუეის და მე თქვენი. ჩემი საყვარელი არის ხარისტვანი. დღეიდან არის ხარისტვანი. სპიკ-იზიში მოხვედრით. უბრალოდ აღმოჩენთ თქვენი საყვარელი კოქტეილი. ჩემი საყვარელი კოქტეილი არის ხარისტვანი. საბა ჩამიწერე მე ჩემი კოქტეილის რეცეპტი. აუცილებლად. კი, თელ საქართველოს უნდა გავუხსნათ. მე მახსოვს. გიყვართ კლუბური ცხოვრება, ხო? და აი რა წლებთან ერთად ეს ისევ დარჩა თუ? კი, როგორ არა, მიყვარს ძალიან, რა თქმა უნდა, კლუბური ცხოვრება მიყვარს, კი. მუსიკა, ხალხი, რომელიც ამ კლუბში იკრიბება და გართობა მიყვარს, საერთოდ დროს ტარება კაია. დავაგემოვნოთ whisky sour. ესეც თქვენი whisky sour-ი, ჯერ ქალბატონს. დიდი მადლობა. გემრიელად მივირთვით. მადლობთ. აბა ჩვენს გადაცემას გავუმართ. გადაცემას.
აია, საბა. ოღონდ მე ერთ რაღაცას დავამატებდი. მაინც ფორთოხლის ის უნდა რა ქვია, კანი, არა? ეს ერთად ინდივიდუალურია. ინდივიდუალური. კი, ზოგი ფორთოხლის. მე რო პირველად გავსინჯე, ლიმონის. ქონდა ფორთოხლის კანი რა. კი, ყველგან სხვადასხვანაირად არის, კი. სხვადასხვა გავსინჯე პირველად ლონდონში, რო იცოდეთ, ერთ-ერთ კაი კლუბში. რა ინგრედიენტები აქვს whisky sours? Whisky sour-ის ინგრედიენტები არის ძალიან მარტივი. მთავარი ინგრედიენტი არის ბურბონი, შემდეგი არის ახლად დაწორული ლიმონის წვენი, შაქრის სიროფი, ბიტერი და როგორც კვერცხისცილა შეგვიძლია გამოვიყენოთ, ასევე ვეგანური კვერცხისცილა ფოამი. თანამედროვე ბარის ინდუსტრიაში უკვე კვერცხისცილას ფაქტობრივად არავინ აღარ იყენებს და მაგრამ სახის პირობებში პრაქტიკულია. კვერცხისცილას გამოვიყენოთ. კი ბატონო. არ იქნება პრობლემა. ძალიან გემრიელია. დიდი მადლობა საბა. მაგრამ ჩემი ჯობია. თქვენი რო ჯობია, მე დავამტკიცე. აი, ნახე. ბოლომდე დავლია და თქვენ არ დაკილებიათ. თქვენ თან დაფიქრდით იმაზე პარალელურად რომ მოტოციკლს ხوار დატოვებთ თან. დავტოვებ აუცილებლად. გადავინაცვლოთ უკვე სხვა სივრცეში, კიდევ უფრო არაფორმალურ გარემოში, იმიტომ რომ სპიკიზის თამაშები უნდა გათამაშოთ. საინტერესოა. და დავიმგზავროთ ჩვენი whisky sour-ი. მადლობა საბა. ბატონ დავით, მოკლედ გადმოვინაცვლეთ კიდევ უფრო არაფორმალურ გარემოში და პირველ რიგში აღვნიშნოთ, სადაც ვიმყოფებით, ლიდე, რომელიც ძალიან ლამაზ და მრავალფეროვან გარემოს მე ძალიან მომეწონა ეს ადგილი, ძალიან. მე ძალიან მომწონს, ძალიან დახვეწილია აქაურობა. თუმცა მოვედექით ყველაზე საყვარელ ნაწილს სპიკიზის. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არის. ამიხსენი რა ხდება? ამ თამაშს ქვია 5 წამის წესი. მოკლედ, ჩვენ გვაქვს კითხვები. თქვენ უნდა აიღოთ ფურცელი, დამისვათ კითხვა და ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ 5 წამში გავცეთ პასუხი. გაცემული პასუხის შემთხვევაში აი ამას ვაკეთებთ. რო იყოს დადასტურებული. ვიღაცა შემოვა. და დრო გაგვიჩერდება და არ უნდა ამოგვეწუროს. მთავარი პრინციპი არის ეს. რა მაინტერესებს, უხერხული შეკითხვები ხომ არა გაქვთ აქ? არ ვიცი, მე თვითონაც არ ვიცი. ნუ იტყვები, სალომე. მართლა არ ვიცი, გეფიცებით. კაი, ნახოთ. თუ იქნება უხერხული შეკითხვა, მე არ დაგისვა. კარგით. მაშინ მე მაინც მოვსვათ. მივაჭაფი. იქამდე მოვსვათ ჯობს. შენ დაიწყე, იმიტომ რომ მე მაინც მოწვეული სტუმარი ვარ. შენ მასპინძელი ხარ. კი ბატონო. 5 წამში დაასახელეთ 3 იტალიური სიტყვა ასობგერას სზე. სზე კარგი, ისე მითხარით. 3 სიტყვა სზე იტალიურად. სალვე, სალვე. სორენტო, სოლო. კი ბატონო. კაი, აი ხა ნახე რა შეკითხვას დაგისვა. 5 წამში დაასახელე 3 რამე, რაზეც უარს ვერასდროს იტყვი. დასვენება აი, კაია. კარგი. აი, 0 მიდი. მოემზადე. 5 წამში დაასახელეთ 3 ცნობილი დათო. დათო? ვინ არის 3 ცნობილი დათო? დათო გომართელი, დათო ტურაშვილი, დათო ევგენიძე. აი სამი. ჯიგარი ხარ. აი სამი გამახსენე. კაი. ჩემო სალომე, 5 წამში დაასახელე 3 ფილმი, რომელიც ყველაზე ხშირად გაქვს ნანახი. ცხოვრება მშვენიერია, მასკა და მასკა თუ მიღა? მიღავი. ორამდე ავედი. რა ანგარიშია? 0. კაი. არა, უკაცრავად. 5 წამში დაასახელეთ 3 სიტყვა, რომელსაც შვილს ყველაზე ხშირად ეუბნებით. მომენატრე, როგორ ახარ, რა ხდება სკოლაში? გილოცავთ 1-0. 1-0. პირველი ხო თქვენ სასარგებლოდ. არჩიე სალომე აი რომელი ერთი შეკითხვა როგორ არ შეიძლება რომ უპასუხო რა. 5 წამში დაასახელე 3 მიზეზი, რის გამოც ყველაზე ხშირად გირეკავს დედა. როგორ ახარ, სად ხარ და ჭამე საჭმელი? მადლობა, დედას ხშირად რომ მირეკავს, აი ამიტომ. ეხლა არ გავეცი დავუვეკია. 5 წამში პასუხი. არ ვიცი ეხლა ტელეფონი სად მაქვს, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გკითხავდა რა როგორ ჩაიარა, ალბათ რა ეკავს ხდება. ახლა. კაი. აუცილებლად. დედას მოკითხო. მოვიკითხოთ. ძალიან გაუხორდება. კარგი, ახლა ჩემი ჯერია.
5 წამში დაასახელეთ 3 სიმღერა, რომლის მოსმენაც არასდროს გბეზრდებათ. არასდროს ბეზდება ბარი ვაითი, ვიღაც ქართველი აუცილებლად და არაფერი, всё, დამთავრდა. აი რა თამაშია, ვერ გავიგე. 5 წამში უნდა მითხრა 3 ხილი, რომელსაც კოქტეილის გაფორმებისთვის იყენებენ. მარწყვი, ლიმონი, პორტოხალი. იგებ რა შენ რა. არა, ერთი ქულით ვიგებ მხოლოდ, მეტი არა. მიდი. თარაჭველი ვარ და უფრო ნელ ვფიქრობ. 5 წამში დაასახელეთ 3 სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღერით აბაზანაში. აბაზანაში საერთოდ არ მღერი ვარ. იმიტომ რომ კონცერტზე მღერი ვარ, კიდე აბაზანაში ვიმღერო, ხა? მაშინ ჩაგეთვრებათ ეს გულა. აი ესე. ეხლა ჩემი ჯერია. 2-2. 2-2. 5 წამში დაასახელეთ ჩემო საყვარელო სალომე 3 არგუმენტი, რითაც მანქანის ჯარიმის არიდებას ეცდებოდი. მან არ უნდა მდგარიყო კამერა, ძალიან ცოტა ხანი ვიდექი და მე რა მოხდა? ამას დაახშიროთ ბაბა. ეს მე მგონი იცოდი ეს შეკითხვა. არ ვიცოდი უბრალოდ. აბა ესე როგორ უპასუხე? მოვიდოდი დამაჯარიმეს. მართლა? კი, და ბასლანში აღმოჩნდა ძალიან ცოტა ხანი და გადავდიოდი და ეგრე მალე რატო დამაჯარიმეს ვერ მივხვდი. ცოტა იული შეკითხვები მოიწონს. მართულია ეხლა. აუ, კაი რა. მიდი. რაღაცა მოიფიქრეთ ნებისმიერი. მიდი, ჰა. 5 წამში დაასახელეთ 3 სიტყვა, რომელსაც უცხო პლანეტელს პირველი შეხვედრისას ეტყვით. რა მაგარი ხარ? ბიჭო, რა საკეთებ? რა მაგარი ხარ? ხარის თვალი. ხარის თვალი. 3 სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ დღის განმავლობაში. ვაიმე, მომენატრე, მადლობა. ითვლება? არა. აი. 3 რამ, რაც ძალიან კარგად გამოგდით, მაგრამ არავინ ან ბევრმა არ იცის. ეს რაღაცა ისეთი ფილოსოფიური კითხვა იყო ეს. კარგი, წავიდა შემდეგი. ფული არ გაიტეხათ მაინც 3 წამი. კაი, ჩემო კარგო, 5 წამში დაასახელე 3 ხმა, რომელსაც ცხოველი გამოსცემს. მიაუ. ეს ბოლო რომელი იყო? ჭიდი ცხოველი. აბა შემდეგი კითხვა, წავიდა. მე ვარ. 3 დაგვრჩა. 3 მიზეზი, რომელსაც ამბობთ მაშინ, თუ ვინმესთვის უარის თქმა გინდათ. აუ, რაღაც ვერავარ, მერე გადმოგირეკავ, პაკა. გეთვლებათ, ეს ხო გეთვლებათ. კი. შემდეგი კითხვა. 5 წამში დაასახელე 3 მიზეზი, რის გამოც ყველაზე ხშირად აგვიანებ. ვაიმე, ყველაფრის გამო ვაგვიანებ ყველგან. და ნუ მიზეზს გარეშე. ავიდა. აბა 5 წამში დაასახელეთ 3 მეთოდი, რომელსაც ნაბახუსავის წინააღმდეგ იყენებთ. ლუდი, ხინკალი და რა ქვია იმას? ხაში. სწორია, ხაში. ლუდი, ხინკალი, ხაში. არაყი, დოლი. 5 წამში დაასახელე 3 მიზეზი, რის გამოც შეიძლება ჯგუფში მოხვდე. რის გამოც შემეხნენ, შეურიცხყოფა მომაყენეს და რაღაცა ძველი გამახსენდა. 3 ნივთი, რომელსაც უკაცრიელ კუნძულზე წაიხედით. გიტარა, ხარის თვალი და ტელევიზორი. ხარის თვალი, რა მაგარია. ვაიმე, უნდა გამავიწყდა. და ბოლო შეკითხვა ჩემი მხრიდან 5 წამში დაასახელე 3 ნივთი, რომელიც სასტომროდან წამოგიღია. კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა და შამპუნი. ხალათი. არა. ხალათი არ თქვენ წამოგიღიათ ხალათი? კი. კარგი სასტუმროში იქნებოდით. ადრე, ბავშვობისას. არა უშავს.
აი ესე დასრულდა ჩვენი თამაში, თუმცა თქვენ ხართ უპირობო ლიდერი და გამარჯვებული. დიდი მადლობა სალომე. ერთი კლუბი ვისკი საუბრობ მოსვათ, აღნიშნეთ დიდი თქვენი მადლობა. გამარჯვება. და მხოლოდ ასე ვერ გაგიშვებთ, იმიტომ რომ უნდა გაჩუქოთ ერთადერთი ვარდი, რომელსაც მამაკაცებს ჩუქნიან. იცით რა არის? არა. Four Roses. სპეციალურად თქვენთვის, რომელიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ და თან პარალელურად მოამზადოთ ის უგემრიელესი კოქტეილი, რომელიც ჩვენ ერთად გამოგვივიდა. ეს არის ხარისთვალი და ასევე მისი შეძენა შეგიძლიათ ალკორიუმში. აბა ნახოთ ცარიელი ბოთლი ხوار ჩამიდევი? არა, ნახე როგორ არის. ნამდვილად Four Roses ბურბონი. ძალიან დიდი მადლობა სალომე, ძალიან საინტერესო იყო ჩვენი შეხვედრა და იმედია რომ გადაცემად ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვა და გვეყოლება ბევრი მნახველი. მეც ამის იმედს ვიტყავ და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიუხედავად იმ მცირე დროისა, რომელსაც საქართველოში ატარებთ, მაინც გამონახეთ და მოგბრძანდით ჩვენთან Speakeasy-ში. ჩვენს მაყურებელს კი ვთხოვ, რომ გამოიწეროს Speakeasy არხი და მე დროებით გემშვიდობებით. შეხვედრამდე.